თელავის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა. კონდოლში ადგილობრივების ინფორმაციით მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა და ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა სახიფათოა და 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. სტატისტიკის თანახმად, ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით 10 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა არის გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაცავი ზოლი არის განადგურებული. თემაზე ვრცლად საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელ ნინო ჩხობაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ქალბატონ ნინო, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ტელეკომპანია გურჯაანის ახალ ამბებში. მცენარეული ნარჩენების გადაწვის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება რეგიონში, არის თუ არა საკმარისი ჯარიმა პრობლემის გადასაჭრელად და კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, რომ ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდეს. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ წლების განმავლობაში არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია მოხმარება, ანუ გადაწვა და ჩვენ ვიცით ამის შესახებ და არაერთხელ გაკეთებულა ესეთი რამ, რომ აკრძალვები არის და საჯარიმო სანქციებია ძალიან მაღალი ამასთან დაკავშირებით, მაინც ხდება ის შემთხვევები, როცა ადამიანები რატომღაც იმის მაგივრად, რომ მოიცილონ სხვანაირად, ესე ვთქვათ, დარჩენი, ცდილობენ, რომ გადაწვან და რითაც ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, პრობლემას ქმნიან საბოლოო ჯამში თვითონ მიწისთვის და ნიადაგისთვისაც მათ შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს მავნე ტრადიცია, რომელიც არის რაღაცნაირად დამკვიდრებული ხალხში, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ჩვენ ყოფით ცხოვრებისგან, იმიტომ რომ რას იწვევს ეს? პირველ რიგში ეს იწვევს იმას, რომ რეალურად ჩვენ ვანადგურებთ ჰუმუსის ფენას, იმ ნაყოფიერ ფენას, რომელიც მას ჭირდება, მცენარეს ჭირდება პირველ რიგში და ამ ქმედებით ვაფუჭებთ თვითონ ნიადაგის საფარს. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ეს არის პრობლემა და ის, რომ პარალელურად ამას მოსდევს მსხვერპლიც, ეს უფრო მეტად პრობლემატურია. გულისხმობ შეიძლება სიცოცხლე არ იყოს პრობლემა, მაგრამ ანადგურებს იქ ადგილზე ყველაფერს, რაც კი შეუძლია და ჩვენ გვქონდა ეს შემთხვევები მთელ საქართველოში და ზიანი ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი, არა მარტო ჰუმუსზე, არამედ საკუთარი ქონობები ეწვით მერე მოსახლეობას, იმიტომ რომ ამას ვეღარ აკონტროლებენ. ამას აქ დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ და ვფიქრობთ, რომ ისევ ძალიან დიდი პროპაგანდის ნაწილი უნდა გახდეს, რომ მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს, რომ ამის გაკეთება არის ყოვლად დაუშვებელი. ქალბატონ ნინო, ჯარიმა მაღალია, თუმცა იშვიათად ისჯება ამ ქმედებისთვის ვინმე. ფიქრობ თუ არა, რომ აუცილებელი არის აღსრულება გამკაცრდეს? უბრალოდ გამოვლინების მომენტი არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ადგილზე ჯერ ერთი არ ყოფნის შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა მარტო და უნდა იყოს, იქ უნდა დაადგინონ, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, იმას თავისი პროცედურები აქვს რა. ამიტომ ესეც უნდა გამკაცრდეს, უпростоრად აღსრულების ნაწილი უნდა გამკაცრდეს, მოდი ვთქვათ ესე და არა ის, რომ საჯარიმო სანქცია გამკაცრდეს, ის ისედაც მაღალია. და პასუხისმგებლობაში ალბათ უნდა იყოს მიცემული ის პირები, არ უნდა ვეძებოთ დამნაშავე პირველ რიგში, ვისი ქონებაც არის ეს, სადაც მოხდა ცეცხლის გადაწვა, ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ ნაწილში, ამაზე. სოფლებში თითქმის დღიარგავა, რომ ფოთლები არ დაწვან. მართალია 500 ლარი არის ჯარიმა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც იშვიათად ისჯება ვინმე. ესე იგი, აკრძალული იყო კანონმდებლობით, შესაბამისად კანონი კაფიოდ ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, რომ იყოს დაშვებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ რამენაირად ხალხს გავაგებიოთ, რომ არაფრით არ შეიძლება ესეთი რაღაცეების ჩადენა, ანუ არ შეიძლება დაწვა და იმიტომ რომ ეს არის აკრძალული მომენტი რეალურად საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალვა არის შემოღებული ნებისმიერი ნარჩენის განადგურებაზე წვით ღია ცეცხლის ქვეშ. ღია
დარგზე არის აკრძალვა, მაგრამ რატომღაც ვერაფრით ვერ შევიდგინეთ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. პირველ რიგში ეს ავნებს ალერგიული ტიპით, ვინც არის დაავადებული, მათი პრობლემა ხდება. ალერგია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ეს სასუნთქი გზების საკითხში და შესაბამისად ამას ჭირდება პირველ რიგში დაკვირვება და ველოდებით რომ მაინც ალბათ გახდეს ადამიანი, იმიტომ რომ რეალურად სასუნთქი გზებით შეიძლება მოხდეს საკმაოდ სერიოზული დაავადებების გავრცელება. ამიტომ არის ეს აკრძალვები, იმიტომ რომ მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომელიც ვრცელდება, როცა იწვის ნარჩენი, ეს არის საკმაოდ ცუდი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გალბატონინო, თქვენ ახსენეთ, რომ ნადგურდება ნიადაგი, უფრო კონკრეტულად რა ზიანი ადგება? ჰუმუსოვანი ფენა იწვის და შესაბამისად ეს არის ბიოქიმიური, ანუ ის ელემენტებია, საკვები ელემენტები, რომელიც ჭირდება მცენარეს. 1 სანტიმეტრი ჰუმუსის ჩამოყალიბებას ჭირდება დაახლოებით 1 საუკუნე. ანუ ჩვენ ვანადგურებთ ჩვენს მეც არაფერს არ. დიდი მადლობა, რომ იღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. გვესაუბრებოდა მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე.